თუ შენი მეგობარი არაჯანსაღ ურთიერთობაშია, რომელიც არასდროს სრულდება, მაშინ გაუგზავნე ეს ვიდეო. თუ თქვენ ხვდებით, რომ ხართ არაჯანსაღ ურთიერთობაში, მეგობრებიც ამას გეუბნებიან. ეს ურთიერთობა გაზიანებთ, მაგრამ ვერა და ვერ დაასრულეთ. რატომ? ეს თქვენი ბრალი არ არის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია იდეალიზაცია ურთიერთობის დასაწყისში. როდესაც პარტნიორი აღფრთოვანებულია თქვენი ზრუნავს, გაძლევთ სითბოს და გეუბნებათ ზუსტად იმას, რისი მოსმენაც ყოველთვის გსურდათ. ეს მუშაობს, რადგან მან შეძლო მოეცა თქვენთვის ის, რაც გაკლდათ ბავშვობაში. შეიძლება ეს იყოს გრძნობა, რომ თქვენ საკმარისად კარგი ხართ. ან უსაფრთხოების შეგრძნება, ყურადღება, კომპლიმენტები. აბა დააკვირდით, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა. და მაშინ თქვენ გეჩვენებათ, რომ იპოვეთ ის ადამიანი ბოლოს და ბოლოს, ვინც შეგივსებთ სიცარიელეს. მაგრამ სამწუხაროდ, შემდეგ ყველაფერი იცვლება. კომპლიმენტები გადაიქცევა კრიტიკად, ზრუნვა იგნორირებად, ნდობა манипуляციებად. სიყვარულის ნაცვლად და უკვე გრძნობთ, რომ თქვენში რაღაც ისე ვერ არის. ასევე დანაშაულის გრძნობა, არასაკმარისობის. მაგრამ მიუხედავად ამისა, აგრძელებ ამ ურთიერთობაში ყოფნას. რატომ? იმიტომ რომ ასეთ ურთიერთობებში ყალიბდება ფსიქიკური ციხე და ადამიანი მიჯაჭვულია არა პარტნიორზე, არამედ საკუთარი თავის იმ იდეალურ ვერსიაზე, რომელიც ურთიერთობის დასაწყისში შეიქმნა და რომელიც ასე მოსწონდა. თქვენ გეშინიათ დაკარგოთ არა პარტნიორი, არამედ საკუთარი თავის ის იდეალური ვერსია, რომელიც დაიჯერეთ. და გეჩვენებათ, რომ თუ ეცდებით, შეგიძლიათ კვლავ გახდეთ ის საყვარელი, განსაკუთრებული, ღირსეული, მაგრამ ეს არის შეუძლებელი. და რაც უფრო მეტად ცდილობთ, მით უფრო კარგავთ საკუთარ თავს. რჩება შფოთვა, იზოლაცია და სიცარიელე. დაბალი თვითშეფასება. თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, გქონიათ თუ არა ასეთი ურთიერთობა და როგორ მიხვდით, რომ წასვლის დროა. და დაელოდეთ მეორე ნაწილს. ნახვამდის.